მოგესალმებით, დაუბრუნდით არც ისე დიდხნიანი შესვენების შემდეგ თან დაუბრუნდით ძალიან ბევრი ამბით. პირველ რიგში დაუბრუნდით იმ ამბით, რომ ეხლა ვიკვლევდით და მთლად ვერ გამოვიკვლევთ. ეს არის ან 59, ან 61 გადაცემა. გააჩნია ორი ვლოგი, რომელიც ჩაწერილი გვაქვს. ერთი საქართველოს ნაკრებზე და ერთი ემაზე რა ქვია, იბერია დილას თამაშზე. ეგ ითვლება თუ არა, ვერ გადავწყვიტეთ და მოდი ვთქვათ, რომ ეს არის 59 გადაცემა. გადაცემას ქვია შედეგს მიღმა, თუ არ იცით და subscribe-ეთ ეს გადაცემა, იმიტომ რომ საინტერესო რაღაცაზე ვლაპარაკობ, ძირითადად ვსაუბრობ ფეხბურთზე. ტაქტიკური ანალიზები გვიყვარს, ეგეთი ხალხი შევიყარით და კიდე კარგი ამბავი ის არის, რომ არ დაგვიწყნია ის, რომ იბერია დილა გადავიღეთ და ვსო დავისვენეთ და მოვჩით, არა. ლოგი გადავიღეთ, გუშინ ჩავწერეთ, ოღონდ ძალიან რო არ შეგაწუხოთ ბევრი ვიდეოთი, ამიტომ შემდეგი ტურის ვიდეოსაც მივაბავთ, რომელიც იქნება დინამო იბერია და ერთად ორი დინამო გამოგვივა და იბერიაც მეორე იქნება და მე ცოტა ხანი ალბათ აღარ ჩავწერთ ხოლმე დინამოს და იბერიას, იმიტომ რომ სხვა გუნდებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. მადლობა უნდა უთხრათ სახელოსნობას, განსაკუთრებით უნდა უთხრათ ლუის, რომ დაგვითმო ეს სივრცე და აქ წერთ და განვიხილოთ ჩემპიონთა ლიგას. მადლობა უნდა უთხრათ არ გვითხოვს იკასთვის, რომელიც ესე ამდენი ხანია მოდის გვიღებს ამონტაჟებს მერე ტვირთავს და მადლობა უნდა უთხრათ კიდევ ის გიორგის, რომელიც სულით ჩვენთანაა, მაგრამ აქ არ არის. მადლობა რეზის და ერთის მადლობა თქვენ და მოკლედ დღეს დავიღრებით მადლობებით. დავიწყოთ ლიგაში. დავიწყოთ ლიგით. ჯერ ის მაინტერესებდა რა შვები როგორ რამდენი ხანი არ მივიდა. ხო არ გაცივდი გუშინ ციოდა. ბიჭო სხვა შორის შემაცია და იქიდან მოყოლებული რაღაცა ცუდად მაკანკალებს. იმედია მეორე ტური არ დაიწყება გაციების. ხო და ჩემპიონთა ლიგა იყო ამასობაში. საინტერესო შედეგები წამოვიდა რაღაცეები. რაღაც ყურები გადაწყდა ბედი. გუშინ აი იმას უყურებდი მე მგონი multiview-ში თქვა, მილორავას მეყავდა და სამწყულშიღა ინტრიგა. მოღონდ ისიც ცოტა ისეთი ინტრიგაა რა, ერთი ლივერპულშია ცოტა ინტრიგა, ბარსელონა ნიუკასლშია ცოტა ინტრიგა და კიდე პატარა ინტრიგა დარჩა, არსენალი ლევერკუზენში არ ვიცი რა და ბაიერნი ატალანტაში არის კიდე ინტრიგა. შეიძლება დააკამბექს, იმიტომ რომ გერმანელებთან კამბექი ხო უყვარს ატალანტას. ეგ რომ მოხდეს რა სიზავ? არ მოხდება. ამიტომ არაფერს არ ვიტყვი. გამორიცხულია რომ მოხდეს. არასოდეს თქვა არასოდეს. არა, ეგ არ მოხდება. რატო? აი ხო შეიძლება. სულ რომ აი ეს ეკარეც საერთოდ არ დააყენოს ბაიერნმა ხო დაემტრა ყველა მეკარე. მაინც არ მოხდება. ხო შეიძლება რომ ეს რა ქვია, აეროპორტში გაიჭედო. ნუ ახლა მიუნხენშია თამაში. არა, ხო მიუნხენშია. ეგ არ გამოდგება. კაი. იქნებ გასახდელის კარი ჩაეკეტოთ და ვერ გამოვიდნენ და ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. მაინც არ მოხდება. კაი, რაღაცას მოვიფიქრებ. სანამ შენ ტაქტიკურ ანალიტიკას გვეტყვი, რა მოხდა, რატო გადაურბინეს ატალანტას? ნო, აი სურათს სკრინს განახებთ. ჩატში ჩავაგდე ხო ნახე. ატალანტას დაცვის ხაზი, სად არის აწეული? ნუ, აუცი. ფლიკი მედი არ ნახავს მაგას. თუ იქ აწევს დაცვის ხაზი. ოღონდ ეს დაცვის ხაზი არც არის, ანუ ატალანტამ არ იცის რა არის დაცვის ხაზი. მე მგონი ხაზიც არ იცის საერთოდ. დაცვაც. ხო, აი პერსონალური პერსონალური პრესინგი არის ატალანტას მოგონილი, რომელიც რაღაც არის საფეხბურთო ტაქტიკა, მასაც ძალიან პოპულარული ტაქტიკა ამჟამინდელ ფეხბურთში. მაგრამ არის იყო ესე დიდი მწვრთნელი ernst happel, რომელმაც თავის დროზე თქვა, როცა რაღაცა პერსონალურ ორიენტირებას ხურება ფეხბურთში, 11 ვირუს ხედავ მოედანზე და აი ძალიან მარტივად манипуლირებდა ბაიერნი ამ პერსონალური პრესინგით, დიდი ხანი ვარ გავჩერდეთ ამ თამაშზე, რაღაც გნაბრი იწყებდა შეტევებს. ერთი ეპიზოდი იყო, როცა უპამეკანო არის საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე და აკეთებს ძალიან მაგარ გამჭოლ პასს უშვებს ფლანგზე, მარცხენა ვინგერზე. მარცხენა ვინგერად დგას მეორე ცენტრალური მცველი ტა. ის შერბის და რაღაც ეგეთი რაღაცები ხდებოდა და აი ძალიან მარტივად გადაურბინეს ამ манипуლირებით. მოკლედ ბაიერნს თუ ეთამაშები პერსონალურ პრესინგს, ეს არის სუიციდი და თვითმკვლელობა. და
ცუდი ამბავი მექნება სხვა გუნდებისთვის ის რომ იმ ნახევარში სადაც ბაიერნი თამაშობს ყველა პერსონალური პრესინგს თამაშობს ანუ ვისთანაც შეიძლება მოუწიოს დაპირისპირება ამიტომ ერთადერთი არის City რომელიც ზონურად იცავს თავს მაგრამ City დიდი ალბათობით უკვე აღარ შეხვდება City ხო ამიტომ შესაბამისად ბაიერნი ესეთი არდა ბუშინ წინ ვამბობდი რომ გოლისემ და კიმიხმა გაიყვითლეს თავები რომ საპასუხო თამაში გამოტოვონ დღეს იწერებოდა რომ შეიძლება დაგიმატონო მაგაზე ჯარიმაო რომ ეგო ერთხელ მაურინიომ ქნაოდა ანუ არ ვიცი, ეგ არ ვიცი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ატალანტასთან თამაშს გამოტოვებენ და ემზადებიან მეოთხედ ფინალისტს. ხო, და აი შანსები ჩდება. ასაუბროთ კეინსაც დაასვენებს, კიმიხი არ იქნება, ოლისი არ იქნება, ნოიერი არ იქნება. მე ურბიგიც არ იქნება, მოიტვინ შერღება აქვს. მეორე მეკარეს. ურბიგიც არ იქნება, ხო, კიდე ვინ არ იქნება. დევისი, მუსიალა. ხო და ნუ შანსები აქვს ატალანტას ჯერ ყველაფერი წინ არის. ხო, სხვათა შორის 3 დღის წინ ვიძახდი, რომ რაღაცა მოუკლო ბაიერნმა თქო რა. ძალიან მოუკლო. ნეტა ეგრე მოუკლოს რა ვინმე არ ვიცი. ძალიან მონსტრი ჩამოყალიბდა. კიდე რა თამაში იყო სამშაბათიდან გამოვიდა. ხო თუ პირდაპირ გადმოვიდა. ნუ ესე დიდი თამაშებს და მერე ნელა რაღაცას გადავიდა. თამაშებიდან Real City. ნუ ნიუკასლი ბარსელონა იყოს რა ჯერ რა. იყოს ნიუკასლი ბარსელონა არ მიყურებია, იმიტომ რომ მე კიდე ინტერნეტის პრობლემა მაქვს წინა ვიდეოში ვთქვი. და ნიუკასლი ბარსაში ვიტყვი თუ ვინმე ხართ მაგდიში თუ შეიძლება რომ ვიშველოთ რამე. გავაგრძელოთ. ანუ ნიუკასლმა ისე გამოაცხადა ეგ თამაში რომ ანუ ედი ჰაუმ ჩვენს უახლეს ისტორიაში თუ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო სახლში. ფანები მობილიზებული, ყველაფერი იყო, ნუ ნიუკასლთან თამაში ხო როგორ ანუ ბარსელონასთვის არ უნდა შეყოვნე ბურთით, თორე შეიძლება ვინმე ჟოელინტონმა გადაგიაროს სამდროს და ფიზიკურობაზე ჰქონდა თავარი აქცენტი რაღაც ანუ ჯობდა ნიუკასლის სახლში როგორც მოსალოდნელი იყო და ფლიკმაც ისაუბრა ამის შესახებ და თავარი იყო ნიუკასლისთვის რომ ეს თამაში მოიგო რაღაც კარგი შედეგით თამაშის ბოლოს გაიტანეს გოლი აბსოლუტურად ანუ ლოგიკური გოლი იყო იმიტომ რომ იმ მონაკოში ბარსელონა საერთოდ კათიშული იყო მაშინ პედრის მოუწია გასვლა თორე ჯერ არ არის 190 წუთისთვის მსად მე ბერნალმა ეგრევე ტრავმა მიიღო და ისიც გაიყვანეს რაღაც კასადო ოლმოს საყრდენი ზონით თამთავრებდა და პრესინგიდან საერთოდ არ ამოდიოდნენ ნიუკასლის პრესინგიდან და აბსოლუტურად ლოგიკურად გაუშვეს გოლი იქ არავხომ რაღაც ტრავმა მიიღო თუ რაღაც და მე ჩამოვიდა რაღაც უცნაურად დადგა ჩამოვიდა კი უკვე აღნიშნავს რომ მორჩინი ნიუკასლის ფეხბურთელი ჩამოვიდა მარჯვენა მცველად და მოგვანდა შემდეგ ბარსელონამ პენალტი მოიპოვა ზუსტად ბოლო წუთზე იქ კარგად გაათამაშეს კომბინაცია ცენტრში და ნუ გამოჩნდა მოკლედ რა სავარაუდო სცენარი ნიუკასლ თუ დაბალ ბლოკში იცავს თავს იცავს ძალიან სულად თავს ნუ საშინლად იცავს თავს და ეგ რა ვიცი ვიც უყურებ ნიუკასლის თამაშებს წელს ფაქტია შესაბამისად წელს ნუ შარშანაც ხო არ ძალიან ნუ ამიდან არ გამოსდიოდა ხო არის 5-4-1 სქემაში იცავენ ჟოელინტონი ჩადის ხოლმე ხუთამ სწავლად მაგრამ ნუ არ იციან მოკლედ დაბალ ბლოკში თავის დაცვა და ნუ ბარსამ კარგი შედეგი წაიღო, იმიტომ რომ ნოუკამზე ხა არ იქნება ისე რომ ნიუკასლი ისე იგივე ფეხბურთს ითამაშებს. თვად გასულიც არ არის. და გასული არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ სავარაუდოდ იქნება უკვე ეგ სცენარო ბარსელონა ეცდება გახსნას დაბალი დაცვითი ბლოკი, ანუ ბარსა და ბაიერნი საუკეთესოები არიან პოზიციურ შეტევაში და ნიუკასლი როგორც ვთქვი, ცუდად იცავს და ამიტომ ბარსას კარგი შანსები აქვს, მაგრამ ნუ ჯერ არაფერი არ გადაწყვეტია. პედრის ფაქტორი იქნება, მან გადამწყვეტი რომ დაბალ ბლოკს პედრი ნუ სახეს აძრობს რა და თან ცოტა უფრო ტრამვა მოშუშე, ანუ უფრო ფიზიკურად კარგი ფორმაში იქნება რა. უბრალოდ რაფინი არა ისეთ კარგ ფორმაში როგორც შარშან იყო, იმიტომ რომ ბევრ არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს შეტევაში და ეგ ეტყობა ბარსას. ნუ ჯერ მერვედ ფინალია რა ყველაფერი წინ არის თან იქითაც იძაბება ლა ლიგაში შედარებით სიტუაცია იქიდანაც ტონუსი ექნება მოუწევს კვირაში 2-3 თამაში ხო არა ბარსას რომ წაეგო 1-0 რომ წაეგო მაინც კარგი შედეგი იყო 2-0-იც არ იქნებოდა მისთვის ცუდი შედეგი მაგრამ ახლა საერთოდ კარგი შედეგი ჩავიდა იმ თამაშიდან გამომდინარე რაც თამაში იმიტომ რომ ნიუკასლმა მართლა ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო ნიუკასლიც რაღაცა ჩელსისთან მოუწევს ახლა დაპირისპირება ნიუკასლს ხო ნიუკასლს რაც დარჩა ნიუკასლისგან იმ თამაშის შემდეგ იმიტომ რომ მართლა თავი დადეს რასაც ქვია მოედანზე ჩელსსაც არ ქონდა თლად კარგი დრო მაგრამ სალაჰის ბენეფისზე რას ნოლი დარტყმა ყველაფერი ნოლები ქონდა ხო 0 ორთავბრძოლა 0
რა მოუვიდა ახალი კონტრაქტი შენი აზრით? არა, სალახს უკვე არავინ არაფერს არ გაუგრძელებს. ახალი კონტრაქტი რა არაბეთში. ანუ შაშა რაც კონტრაქტი გაუფორმოს, იმის მერე არ ვიტყვი რაც მოუვიდა. ხო, სალახი მგონი უკვე ნელ-ნელა მიდის არაბეთის გზაზე, იმიტომ რომ ინდივიდუალურად ძალიან მოკლებულია. იქ ისეთი ამბავია, რომ იქიდანაც მოდიან, მე მგონი ხალხი. ხო, რაღაცა დონეში ალბათ იმედია დაწყნარდება. იმედი არის, მაგრამ რავი, სანამ იმედი ახსოვდება, მანამდე რავი. თავით დასაწყისი იყო ძალიან მაგარი მაგ თამაშის, იმიტომ გალათასარაიმ რამდენჯერმე დაკარგა საჯარიმოსთან და საჯარიმოსში ბურთი. და ლივერპულმა ვერ გაიტანა. მე გალათასარაიმ უცებ გაიტანა. ისე პრემიერ ლიგის თამაშს გავდა რა, შე რო გიყვარს, ხო? ხო, მე ძალიან. გადაკიდებული ბურთები, საჰაერში ბრძოლა, ფიზიკურობაზე აქცენტი. მე მაგ ესეთი და თელი ეგეთი ამბები, გალათასარაიც ამაზე აკეთებდა აქცენტს. ეხა სანჩესი არ ეყოლება გალათასარაის დავინსონ სანჩესი. ძველი. აი მაგის სახელს ვიხსენებ. ეგ კარგია რო არ ეყოლება. ხო, მაგრამ იმიტომ რომ ჩემი აზრით მაგაზე დებილი მცველი ასენსიო არა. ასენსიო მაგასთან შედარებით მალდინია, იმიტომ რომ ეგეთი დებილი, ანუ ადამიანის დებილი მგონი. ანუ რა გადაწყვეტილებებს იღებს სადგარბის ორთაბრძოლებზე, რატო ტოვებს თავის ზონას სულ, ანუ მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე, როცა რას აკეთებს ხოლმე მარცხენა ვინგერის პოზიციაზე დაცვაში. ანუ აი რავი, ეხლა რო ვიყო და ეგ რომ მყავდეს თოფით გამოვიდოდი სათამაშოდ რომ აი რო გაია ეგ ახლა ჩვენ ორი ისეთი გუნდი მივაბით რომელიც სახლში სხვა გუნდია და გასვლაზე სხვა გუნდია ნიუკასლი და გალათასარაი რა ანუ გალათასარაი ნახეთ ხო გასვლაზე იუვენტუსთან იდეაში უნდა გამოვარდნილიყო იქ მაგრამ ძალიან გაუმართლა იუვენტუსი რო კარგი გუნდი იყო რადგან გიორგი აქ არ არის გავიჯეჯილებ დავიტყვი რომ იუვენტუსი რომ არ იყოს საშინელი გუნდი რომელიც კარგი იყო იმ თამაში გავიხსნა ბოლომდე ყველაფერი უთქვა მაგრამ მზღავენ კომენტარებში უნდა გასულიყო იდეაში იუვენტუსი იმ დაპირისპირებაში ახლა კარგი მეც რო ვაღიარებ მაგრამ ნუ თუ ვინმე გაიყვანს ახლა გალათასარაი იქნება შემტევები ნოსიმენი, ლანგი, უფრო ლივერპულის დებილი დაცვა. ხო, ბარიშ ალპერი. ხო, ფლანგებზე რაღაცა უცნაურად იცავს ლივერპული თავს მე ვერ გავიგე. ჯოგომეს ჰქონდა რაღაც ჰიბრიდული როლი, შედიოდა იქ საყრდენად და რაღაც კერკეზე ჩებოდა დაბლა, რატო აკეთებენ ამას ვერ მივხვდი. რობერტსონი რომ გამოვიდა თითქოს რაღაც დალაგდა, ნუ აქეთ ფლანგზე მაინც დალაგდა მარცხენა ფლანგზე, მაგრამ ნუ ცოტა გაუგებრად თამაშობს. ისე მამარდაშვილს ჰქონდა კარგი თამაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი სეივი გააკეთა. აი სუ ვიძახ და იბრაჰიმ კონატე რატო ითხოვს კონტრაქტს გაზრდილი ხელფასით? რა სინდისით და ნამუსით? ეგ არ ვიცი. კონატე მე მგონი ჩემთან წამოვა და მომავალ წელს მე მომიწევს თეთრი ღამეები, მაგრამ ნუ ძალიან ცუდ ფორმაშია და გალათასარაისთან საშინელი თამაში ჩაატარა. კი, ეგ რაღაც მომენტები ვნახეთ ბჭო. ანუ ვანდაიკიც უკვე ვანდაიკი არის აი ვანდაიკი დაბერდა. დაბერდა არა, გეტყვი რა შეასახმე რა. ვანდაიკი ყოველთვის იყო აი ცენტრალურ მცველებში უფრო დამზღველი რა. და მატიპი იყო პირველი კაცი. მოხდებოდა. მატიპი დაცვაში კარგი იყო. ეს კონატე იმდენად საშინელებაა რომ აი ბევრად მეტი დაცვითი ფუნქციის შესრულება. ანუ იქ იყო რომ აი რაღაცა იმას გაცდა და დავაზღვია და მოვიშორებურთი და ეგ ჩანდა და ეხლა უკვე ანუ თან დამზღვევია. და თან იმას ხო კონატეს ხო სუცდებია და სულ უწევს თავდამსხმელთან თამაში როცა იმას აქვს უპირატესობა რა და ეხლა თავდამსხმელს როცა უპირატესობა აქვს და მორბის და დამზღვევი არ ყავს აგროს ნებისმიერი მცველი დაუშვებს აუცილებლად თან შეცვალა ეგ არის სწორი შენიშვნა და მასზე არის ამით ვამტკიცებ მე რა ანუ ეგ ფაქტია ხალხო რომ ვანდაიკის 2019 წლის ოქროს ბურთის წარდგენა არის მოგონილი თემა, იმიტომ რომ ეგ იყო აი მათხვეს სტატისტიკად ის მოყავთ რომ ვანდაიკი ერთხელაც ვერ მოუტყუეს, მაგრამ ეგ არის აი მატიპს რომ მოუტყუებდა თავდამსხმელი და რომ დაბარბაცებს უკვე, აი იმას ეჯახებოდა ვანდაიკი. ანუ ვანდაიკმა კარგი სეზონი ჩაატარა, ცუდ სეზონი არ ჩაუტარებია მართლა. ელიტური მცველია და ანუ მე რომ მკითხოთ 21 საუკუნის სიმბოლური გუნდი რომ შევადგინო, ვანდაიკი ჩავსამე იქ ცენტრალურ მცველად. მაგრამ ნუ რა ვიცი, იმ სეზონში როგორ გითხრათ, ლივერპულის საუკეთესო ფეხბურთელიც არის. მეცაც გეტყვით, ლივერპულის კარის საფრთხეებაზე ვინც იყო პასუხისმგებელი, იმ მატჩიც კი არ იყო საუკეთესო ფეხბურთელი. ანუ ალისონი უფრო მნიშვნელოვანი იყო იმ სეზონში. ხო, და ამიტომ ეს რაღაც ოქროს ბურთი რაღაცეები არ დაიჯერა. თუ არნე სლოტმა რაღაც არ მოიგონა, ნუ ავიც მე მგონია რომ ლივერპულს იქ სხვა თამაში წავა. როგორც მგონია რომ ბარსა ნიუკასლში იქ სხვა თამაში წავა, აქაც მგონია რომ სხვა თამაში წავა და
წესით ლივერპულს ექნება უფრო მეტი მომენტი და აი წელს ლივერპული არის არნე სლოტს არ ვაპატიებ, მე მგონი აქ ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ მე მყავს ბებია, რომელიც არის 99 წლის და ლივერპულის ფანია და წნევები აქ დიდი ხნის მერე წნევები დაეწყო ქალს რაღაცა ცოტა თავი მოუყარე არნე სლოტს შენ გულს ბოლო ამდენი პული დახარჯე. მაგრამ ძალიან უნდა ბებიაჩებს რომ გააგდონ სლოტი. მე ნუ სლოტს არ შენ არ გაიდარეს. ნუ არ თვლი რომ სლოტის ბრალია ყველაფერი რაც ხდება. მარტო სლოტის ბრალი არ არის. მან ბევრის ბრალია, მაგრამ სლოტსაც ნუ ხო ანუ ამ რეჟიმს ვერ უჭერს სლოტი მხარს ვერ უბამს, როცა ქაოტური თამაშია, გარდამავალი ეპიზოდებია ბევრი, ეს არ არის მისი სტილი. შარშან სლოტი აკონტროლებდა თამაშებს, ლივერპული აკონტროლებდა თამაშებს და ამით კაჩავდა. წელს ეს კონტროლი დაიკარგა, ლივერპულიც ნუ აირია. და პლუს ის ტრანსფერები და რაღაცები, და მაგაზე ბევრი გვისაუბრი. ხო. ნუ შემდეგ თამაშზე გადავიდეთ. იგორ ტუდორი არის დებილი. იგორ ტუდორი საშინელი ადამიანიცაა საერთოდ. აი მარტივად შემიძლია შემოვიფარგლო. თბილისის დროით 4-16 საათი იგორ ტუდორი კიდევ მწვრთნელია, ჯერ არ გაუგდიათ. ანუ გავიდა 2 დღე. რაც უნდა ხსნა რატო არის მართლა დებილია, ანუ რასაც ქვია და თან საშინელი ადამიანიც არის. ჩემ ეს ახსნა არ ჭირდება, მაგრამ მიდი. მოკლედ მოიყვანეს შუა სეზონში ტოტენჰემში 4 თამაში აქვს ჩატარებული. ნუ 4-2 წააგო 6 სხვა, მაგრამ ახალი ცოცხი კარგად რატო მოიყვანეს ხო? ანუ რაღაც 2-3 იდეა მოიტანოს, რაც აკეთებდა წინა გუნდებში, როცა მოყავდათ ლაციოში, იუვენტუსში და რაღაც. ეს იდეები დაამუშავებინოს გუნდს და სეზონი დაამთავრებინოს. ნორმალურად რომ აი რაღაცა ტოტენჰემს აქვს ისეთი შემადგენლობა, ყავს ისეთი შემადგენლობა, რომ გავარდნისთვის არ დარჩენისთვის არ იბრძოდეს. ნუ რაღაცა 2-3 იდეას თუ მიცემ გუნდს, იმ იდეებს გააკეთებენ და ნუ რაღაც ამბავში გაძრობენ ახლა ლიგის მოგები რომ ტოტენჰემი არ იყო ვიცოდით. ჯერ დაიწყო არსენალთან თავის 3-5-2 სქემა, რაც ჰქონდა კლასიკური, გამოიყენა პერსონალური პრესინგით, ოკეი, ნუ არსენალი მოუგო. გადავიდნენ ფულემთან. აქ ნახავთ სკრინს. გადავიდა 4-4-2-ზე. ეგრევე შეცვალა სქემა. თან ეს 4-4-2 იყო, როგორ იცი, აი მოწინააღმდეგის ნახევარზე პერსონალური მეორეობა იყო და თავის ნახევარზე იყო 4-4-2 იყო. აი სკრინზე ჩანს ეპიზოდი, აი ეს როგორ უნდა მოახერხო და გუნდი ისე როგორ უნდა არიო გუნდი რომ ორი საყრდენი უფრო მაღლა დგას, ანუ თავდამსხმელების პოზიციაზე დგანან საყრდენები და საყრდენების პოზიციაზე დგანან თავდამსხმელები, ან კოლომუანი და ეგ ჩანაფიქრია. სოლანკე. კი, გოლი გაუშვეს, იმ შემთხვევაში საყრდენის ზონიდან ზუსტად. ხო და ეგ არის ჩანაფიქრი. მე კრისტალ პალასთან ისევ შეცვალა სქემა 3-4-3-ზე გადავიდა. და ისიც წააგო. და ახლა ჩათვალა რომ მეკარია თორმე პრობლემა და აღოპა ის ბიჭიც. თან როგორც მოიქცა ხო მე ანუ ის რომ გადიოდ რომ შეცვლა მე არ მეჩი იმ ხელა ტრაგედია როგორც ატეხეს ამბავი რომ აი როგორ კარიერა დაუნგრია და რაღაც იმიტომ რომ შეიძლება ის აშკარად უკვე გათიშული იყო იმ თამაში და შეიძლება უფრო მეტი შეცდომა დაეშვა და მართლა ცოტა წასულიყო საქმე უბრალოდ რომ გაიყვანა არაფერი არ უთხრა გამოელაპარაკა რაღაც ხელი ჩამოართვა და მე პრეს კონფერენციაზე სახელს არ ახსენებდა ან კინსკის მეკარისა და that guy ეძახდა შეიძლება დაავიწყო ხო და ანუ ძალიან მეკარეზე გადატეხა ყველაფერი როცა არ ვიცი რატო მოიფიქრა რომ მეკარე არა ხა მეკარე დებილებები აკეთა კი არა გასაგებია ხო მე მაგ ერთი კითხვა რატო საჭირო მეკარე არ იყო შესაძლებელი და შევიცი ერთადერთი რაც არ იყო მაგ გუნდში შესაძლებელი იყო მეკარე მაგრამ კარგი ანუ ფრანკ დე ბურიჩის კარიერა ხო გახსოვს კრისტალ პალასის მერე რომ აი ეგრე არის უკვე ტოდორი ანუ მე არ ვიცი არ წარმომიდგენია რომ ნორმალურ ტოპ 5 ლიგაზე არ მაქვს აი თურქეთის ლიგაში და იმაშიც ვინმე უკვე სერიოზულად შეხედოს ტუდორს. ალბათ უფრო ძალიან პერიფერიაში. ანუ თუ უყურებდნენ სერიოზულად. ახლა ამის შემდეგ, ანუ ეს ახლა რეალურად მართლა პრეტენზია პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდ მწვრთნელზე. საერთოდ, რაც ყოფილა ალბათ. ფრანკ დე ბური ცოტა ხანი. შემდეგი საბიტური ჯობნის. რაღაც ისეთი რაღაცებს აკეთებს და მე აი ისე იქცევა რომ ნუ ეგ უკვე არაფერში არ წერია რა. თან ჩაწერაში ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა რომ თუ შეიძლება დაალაიქეთ იქნებ ლაიქების რაოდენობა მაინც გააგდოს ტუდორი თუ ვინმე ტოტენჰემის ფანი ხართ ან თუ ვინმეს უბრალოდ ტუდორზე გაგდება გინდა ამ ტოტენჰემთან თქვი კიდეც რაღაც ვიდეოში რომ სიმეონესთვის სირცხვილი იქნებოდა ამასთან გავარდნილიყო მაგრამ ეს იყო რაღაც უბრალოდ ვიცი
ეს არის. მოდი ესეთი. ანუ ჩემპიონთა ლიგის მერვე ფინალში გუნდს წვრთნის, ვიცი. დებილი. ხო რა, შეზღუდული. ანუ ყველანაირად დებილი ადამიანი, ანუ საფეხბურთო კუთხით, ადამიანური კუთხით და ყველა კუთხით. მოდი ესეთი რაღაცა პატარა კამპანია წამოვიწყოთ რა. კომენტარებში ვთხოვოთ რომ დაგვიწერონ, ანუ სიდებილე ხოქნა ახლა. რა ვიცი, ალბათ იუვენტუსის გადამკვდარი ფანიც კი იტყვის რომ ეგ დებილია. ხო, არა. ნუ იუვენტუსში თამაშობდა, იუვენტუსის ლეგენდა. ნუ შეიძლება ამ იტალიურმა ბექგრაუნდმა რაღაც ან ბევრს იტალიელი ეგონა. ხო, დოტორი. გემდე იტალიელი გონია ბევრს. შეიძლება ამან რაღაც სამსახური უშოვოს სადმე სერიას რამე. ხო, მაგრამ ნუ არ ვიცი მე ახლა ვინმე სერიოზულად შეუყურებდეს მაგ ადამიანს. ან დაბრუნდება ისე ვერონაში. ხო და მოდი ესეთი რაღაცა ვქნათ კომენტარებში დაგვიწერეთ. ყველაზე საინტერესო ახსნა თქვენი აზრით, რატო ქნა ტუდორმა სისულელე? თუ რაღაცა კარგი კომენტარები წამოვიდა და სახალისოები, მე ერთი ავარჩიოთ და მოვიფიქროთ რაღაცა და ან დავპატიჟოთ, ან რაღაც ვაჩქოთ. ეს წინასწარ არ იყო დაგეგმილი, ამ წამს მომიფიქრდა უბრალოდ რომ ორი ადამიანი რომ ლანძღავს ტუდორს ძალიან ცოტაა და უფრო მეტი კიდე ერთი მნიშვნელოვანი ისაა, აქედან შეგვიძლია კარგად გადავიდეთ პარის სენ-ჟერმენი, ჩელსის, იმიტომ რომ იქაც მეკარე შეცვალეს. ჩელსიმ დააყენა საერთოდ არ იყო მეკარე იორგენსონი, როსენიორმა და გადამწყვეტ მომენტში ასე მოკლედ მორალი ამ მერვე ფინალზე არ გინდა საერთოდ არ იყო მეკარე, როცა მნიშვნელოვანი თამაში გაქვს. ნუ ხო, ანუ როგორ ეგრე ნუ იორგენსონის დაყენებას აქვს ახსნა რომ თქვა ფეხით უკეთესია ვიდრე იდეაში ითვლება რომ უკეთესია ვიდრე გასაგებია რომ ერთ შეცდომა შეიძლება მართლა ნოიერს და ედერსონს და ეგეთებს აქვს დაშვებული ფეხით ვინც რაღაც ელიტად ითვლება ხო იორგენს თუნდაც ონანა ფეხით მართლა ელიტა არა ფეხით ონანაზე უკეთესი აი ედერსონი და ეგეთი ძალიან დიდი ფეხი ძალიან დიდია მაგ ასპექტში და მოკლედ ანუ ეგ თამაში თან ყველამ ვიცოდით იქნებოდა პერსონალური დუელების თამაში ორივე პერსონალურ პრესინგს აწვება ძალიან საინტერესო იყო დუე კაისედოზე თამაშობდა და ზაირემერის უყენებდნენ კუკურეიას აი ჩელსის გოლი ნახეთ რატო არის პერსონალური პრესინგის თამაში იმიტომ რომ ნუნუ მენდეში პლანკზე კი არ დგას თავის ზონაში აქ პალმერსზე თამაშობდა და იქ ბარკოლა არ გაყვა ეს არის მე მაგ ვიცი მალოგუსტოს ერთი ესეთი კითხვა მაქვს ხო რაღაცა ენრიკე ცოტა ხوار დაბერდა თუ რა ვიცი რა მოხდა იმიტომ რომ ბიჭო სოფლიო ჩემპიონატზე რაც ითამაშეს ერთ-ერთი იგივე გაუკეთა წელსაც აი პირველი გოლი ერთ-ერთი იგივე არ არის ხო კი ანუ ენრიკემ რაღაცები შეცვალა იმიტომ რომ მენდეშის პლანკს უკეთდა დაზღვევ ჟოუნევეში აზღვევდა უფრო და ნაკლებად არბევდნენ იმ პლანკს მაგრამ ნუ ვერ მივხვდი სად გაიქცა მენდეში თავის ზონა ეგრე ძალიან რატო დატოვა და ნუ ჯიკ პლანკიდან ბრუნდებოდა როგორც მახსოვს ეპიზოდი და ანუ იდეაში პალმერის წინააღმდეგ გადმოვიდა იმიტომ რომ პალმერი მის პლანკზე თამაშობდა და გადმოყვა და მალოგუსტო რო წამოვიდა იდეაში ბარკოლა უნდა ჩამოყოლოდა მაგრამ ნუ არ ჩამოყვა ბოლომდე იყო კვარაცხელია და თავის ნუ 2-2 მიდიოდა იქ პედრონეტო ძალიან ჩაგრავდა სხვა შორის მარკინიოს კი სისტრაფეზე და მარკინიოსაც მოკლებული აქვს ამ სეზონში ნუ პარის სენ-ჟერმენს კლიანტ მოკლებული აქვს შენმა საყვარელმა მოთამაშემ აი გოუთმა აკეთა მაგრამ ნუ მე X ფაქტორი შემოვიდა პარის სენ-ჟერმენის მხარეს და ორი გოლი აგოლე პასი არ ვიცი რაღაცა ჭორები დაიწერა რომ ძალიან გაბრაზებულია იმაზე რაღაც იჩხუბეს არ ვიცი რაღაც იმასლია მაგრამ ბიჭო რა ესეთი გამწარებული რა უთხრა ეგეთიანი აქ ანუ გარდა იმისა რომ სუპერ შედეგიანი მონაკვეთი ჰქონდა და ნუ საუკეთესო მოთამაშე და ულაპარაკო და დამსახურებულად ჩემთვისაც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პარის სენ-ჟერმენის თამაში ირღვევა როცა დემბელე არ არის ხო მოძრავი ცხრიანის პოზიციაზე როცა დემბელე არ არის პარის სენ-ჟერმენი ვერ თამაშობს კარგ ფეხბურთს ვერ თამაშობს მიაქვს სპორტი ფლანგზე შემდეგ ვიტინიას კი მიაქვს ფლანგზე მაგრამ ნუ როცა იცი რომ ცენტრიდან არ შემოგიტოვენ კი ცუდი ფეხბურთელები არ არიან ფლანგებზე მაგრამ ნუ მარტივია დაცვა იცი საიდი გადაანაწილო პლუს ერთი კაცი ყავს აუტის ხაზი ზუსტად იცი საიდი გადაანაწილო ძალები და ნავიც დუეტს წადეს ამ პოზიციაზე ბარკოლაც წადეს და აი გუში ყარა მითამაშა მაგ პოზიციაზე და იყო საუკეთესო ვინც მან უცდიათ ნუ აი დემბელეს შემცვლელად თან ბოლოს საერთოდ რაღაც ბოლოს უკვე პარის სენ-ჟერმენი უტევდა ნუნუ მენდეში იდგა ფლანგზე ყარა ცენტრში და ლიკანინი იდგა მეორე ფლანგზე და იქ ერთ მომენტში გაუცოლა ნუნუ მენდეშის პოზიციას თავისი გოლი რო გაიტანა მეორე და ეს არის რა ანუ ძალიან მაგრად ჩაანაცვლა დემბელე რა თავის როლში და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სუფთა ტაქტიკური კუთხით და ეს მას მეტი მას აძლევს რა კი უკვე შანსებს რომ გადამწყვეტი
ფეხბურთელი იყოს აი Paris Saint-Germain-ისთვის ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ჩემი აზრით ეს არის ალბათ Paris Saint-Germain. კვარაცხელია საუკეთესო თამაში, რომელიც კარიერაში უთამაში. ხო, შეიძლება. დროის მოკლე მონაკვეთში მნიშვნელოვანი ტაქტიკური როლით და პლუს ეს რაღაც ჩელსია ეხლა ჩელკი რაღაცა აბდაუბდა მართლობა ყავს და რაღაცა ვერ ხვდები რა ტრანსფერებს აკეთებენ, მაგრამ ჩელსია და წელს არ არის ცუდ ფორმაში. თამაში სანამ კვარაცხელია გამოვიდა, ვერ იტყვი რომ ჯობდა რა Paris Saint-Germain, იმიტომ რომ ჯობდა კი არა, დემბელის გოლი საერთოდ Paris Chelsea-ს მომეცნო და პალმერმა просто ცოტა დებილურად დაარტყა, იგორ ტუდორი დაემართა. და ეს არის რა ქვია, შემოვიდა გამოგდა პასი მისცა, მე ჯერ პასი გააკეთა, მე ერთი სასწაული ტენა, მე მეორე ძალიან კარგი მურცი ტენა და რავი, მეტი რა ქნას ახლა. სკამინა მეც ვერ ასწრებ ფიზიკურად. ანუ მარგი ქმედების კოეფიციენტი. საუკეთესო პერფორმანსი იქნებოდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების ვალვერდეს რომ არ დაემხო თავზე ყველაფერი გუშინ. ხო და გუშინ რაც მოხდა, ეგ რატო გაძუყნეს შენი აზრით გვარდიოლა? მოდი ვალვერდეს სამკითხოთ რომ მე ასეთ თამაში წელს ფეხბურთელისგან ინდივიდუალურად არ მინახავს. ანუ საერთოდ არ მინახავს. ნუ კაი 2006-ის ზიდანი მახსოვს. არა, საერთოდ არ ვამბობ, ანუ საერთო იმას არ ვამბობ, იმიტომ რომ ახლა საერთოდ შეიძლება მინახავს ვიღაცეები, გავიხსენო, მაგრამ ეს იყო რა ვიცი, ანუ ჯერ დავიწყოთ იმით, რომ თამაშიც დაიწყო, ტრენტი ედგა დოკოს. და ხო, დოკო, ანუ ანადგურებდა თამაშის დასაწყისში. ეგ მოსაოდნელი იყო, რომ ტრენტისნაირ ფსოლს დოკო ათრევდა. გაცვალეს პოზიციები და ვალვერდე დაუდგა ხშირად უკვე. სადღაც 15 წუთის შემდეგ. ნუ გარდა იმისა, რომ ეხმარებოდა და აზღვევდა, მე უკვე პირადად დაუდგა და ერთხელ ვერ მოატყუა დოკო. მე რეალის სქემა ხო ნახეთ, ანუ ცენტრ ფორვარდი არ ყავდათ რა, ვინისიუსი, ბრაიმ დიასი იყო იდეაში, ბრაიმის სიღრმეში ჩამოდიოდა და ამან შექმნა ის უპირატესობა, რომ ცენტრში რეალს ჰქონდა რიცხობრივი უპირატესობა, ვინისიუსი ფლანგზე მიდიოდა ძირითადად. ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე ვალვერდე შერბოდა. პრესინგზე ვალვერდე იყო მონსტრი. პრესინგის ქვეშ ბურთს არ კარგავდა, ანუ რამდენიმე ეპიზოდი იყო, როცა ფინტებიც გააკეთა, იმითაც გამოძვრა. როცა ტრენტი მიდიოდა ნახევარ ფლანგზე, ვალვერდე ფლანგზე მიდიოდა. ანუ ყველაფერი გააკეთა მოედანზე და ჯერ იქამდე რომ 3 გოლი გაიტანა კიდე. გარდა ამისა გაიტანა 3 გოლი თან ისეთი მაგარი გოლები რა. თან რა გეგონება სუიკით გო. ბიჭო, აი რაღაცნაირი მოთამაშეა რა, თითქოს აი რაღაც სუპერ ვარსკვლავი არ არის, მაგრამ ჯერ კარლო ანჩელოტი ყველაზე მაგრად მაღალ საფასებდა და კარლო ყველაზე კარგად იცის ფეხბურთელს. ერთი კითხვა მაქვს, აი პალმერი ხო არის ჩელსის ნახევარმცველი. რაღაც კვარაცხელია არის Paris Saint-Germain-ის ვინგერი. ვალვერდეს პოზიცია რა. ყველაფერი. სამ როლს ითავსებს ადამიანი თამაშის დროს. მეოთხე შეითავსებს. ანუ იყო გუშინ იყო ფლანგის მცველიც, ცენტრ ფორვარდიც, ვინგერიც, ნახევარმცველიც. ვაფშეტა ანუ რეალში რომ იყო საყრდენი. ყველაფერი იყო გუშინ. 6 ნომერი იყო და ნუ იქ 6 ისეთი კაცი იდგა რომ 8-ზე გადაწია. და ძალიან დიდი ფეხბურთელია. ან მართლა ძალიან დიდი ფეხბურთელი. მცველად უნდა გაიტესტოს. და ნუ კიშიც უნდა ჩავაყენო. კურტუას ჰქონდა ძალიან კარგი. ნუ რეალში ყველას კარგი თამაში ჰქონდა, მეტაკლებად. იმას პიტარჩიც კარგი იყო. ვინისიუსს ჰქონდა, ნუ ვინისიუსს საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ პენალტი გააფუჭა. პიტარჩიც იცი რა იყო, რომ იმდენად ბაუშვი. ეს ზარბოდა ძალიან. ხო, აი პატარაა და ეხლა რეალში უნდა ადგილი. ხო, არა, ზარბოდა გიჟივით არ იღლებოდა, მაგრამ ეგრე შეიძლება ვიღაცა მირბინოს, მაგრამ თან პროდუქტიული იყო რა ეს. კარგი ფეხბურთელი. просто ბევრს დაურბივარ არ იყო რა. თან ბერნაბეუზე მაგრად უყვართ ეგეთი მოთამაშეები, აი მენა რო დარბის ბოლომდე. ნუ მეორე ისიც იყო მნიშვნელოვანი, რომ გვარდიოლამ კიდე რაღაცეები, ანუ თუ ეს ბოლო სეზონია გვარდიოლას, ან უნდა მოეგო ლიგა, როგორც ტრიუმფალური იმით რომ იგებდა ხოლმე რაღაც საუკეთესო გუნდს რო შექმნიდა და იგებდა, ან რაღაც უნდა მოიფიქრებინა და რაღაც მოიფიქრა. ნუ დავიწყოთ იმით, რომ ფლანგის მცველები გამოცვალა, ანუ ბოლო პერიოდში ათამაშებდა ნუნიეში და აიტნორის. ახლა დააყენა ნიკო რაილი და ხუსანოვი, ანუ უთამაშიათ მანდა, მაგრამ იდეა გათვლა ის იყო, რომ ხუსანოვი დაუყენა თვითონ ვინისიუსს. ადრე ხო კლასიკა იყო, კაილ უოკერი უდგებოდა ვინისიუსს და შეიძლება ბევრს არ გახსოვთ, მაგრამ კაილ უოკერი სანამ როცა მოედანზე იყო, ვინისიუსს მართლა არაფერი არ გამოსდიოდა, ანუ ანადგურებდა ხოლმე ერთ-ერთზე. ის თამაშები, სადაც ვინისიუსს კარგი თამაშები ჰქონდა, სიცის და უოკერი არ იყო მაშინ მოედანზე. ხუსანოვა ვერაფერი რა, ანუ მესამე გოლის ეპიზოდში გაექცა ვინისიუსს და პენალტის ეპიზოდში გაექცა. ის რაც იდეაში პენალტი როგორ არ დაარტყმევინა ვალვერდეს. მე მგონი უთხრაო და მან უარი უთხრა თუ რაღაც ეგეთი იყო. დავაძალებდი მე.
მოკლედ ეგ შეცდომა იყო და ნიკო ორაილის ფლანგზე რო დადგა, აი ვალვერდეს პირველი გოლი რო კორტუა რო უკეთებს გრძელ პასს, აი კლასიკური ბავშვი შეცდომა ბურთს რო უყურებ და მოწინააღმდეგეს არ უყურებ, აი ეგ შეცდომა დაუშვა. და ბურთით აცე ხუსანოვი აშკარად ყველაზე ცუდი ფეხბურთელია ბურთით სიტის მცველებს შორის და აი დიდ დროს ანდომებს პასის გაკეთა, აი გუშინ რო ვიყავით დინამო როსტოვზე, იქ თქვით რომ ანუ კლასში სხვაობა იქ გრძნობა, როცა ფეხბურთელი დიდ დროს ანდომებს ბურთის დამუშავებას, გახედვას, სიტუაციის შეფასებას, აი ხუსანოვი ეგრეთ თამაშობს. კი. ანუ ეგეც პრობლემა. ხუსანოვი სად მოხვდა კაცმა არ იცის. მე პლუს რიცხობრივ უპირატესობას უქმნიდა რეალი ცენტრში და თვითონ თქვა გვარდიოლამ თამაშის შემდეგ რომ აი ბრაიმ დიასიც იქ იყო, გიულერიც იქ იყო, პიტარჩი, რაღაც ნახევარმცველები ყველა იქ იყო და აპრესინგებდნენ ესენი რომბით. სიტი და ერთი არ მუშაობდა ეს რომბი, იმიტომ რომ კურტუას უთავისუფლად სტოებდნენ. კურტუა შეიძლება ხა იდერსონი არა, მაგრამ გააკეთა ის პასი რა. ხო, მეორე ასისტი გააკეთა ლიგაზე. ხო. და პლუს რაც ჩანდა როდრი ძალიან ამოვარდნილია უკვე ფორმიდან, ვეღარ აზღობდა მთელ ამ საყრდენ ზონას და მარტივად გადიოდნენ და ანუ თან დაბერდა, თან ნელია და თან ისეთი. თუ ანუ შეიძლება კი რთული დავალება ქონდა, მარტოს უნდა ანუ მარტო იცავს ერთი საყრდენი ამ სისტემაში. საყრდენ ზონას კი რთული დავალება ქონდა, მაგრამ ნუ ეპიზოდები იყო, როცა 10-იანის პოზიცია ბერნარდო სილვა რო გასწრებს დაცვაში ჩამოსვლას, რომელიც ახ ბერნარდო სილვა არა, ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი დედამიწაზე, ესე იგი შენშიცაა პრობლემა რა. ეგეც სუდი მომენტი იყო, მე დაცვაც ვერ ეხმარებოდა, მაგრამ ძალიან აირივნენ ამ მასში. მეორე ტაიმში გამოვასწორეთო და ნუ შედარებით გამოვასწორეს, მაგრამ უკვე 3-0 იყო და ძალიან ცუდი იმით ბრუნდება. სიტის სახში და პრაქტიკულად განწერულია რა. თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, მაგრამ ეგეც სასწაული არ მგონია. რა თამაშები დაგვრჩა? რა თამაშები დაგვრჩა და ბოდოგლიმტი არ მინახავს ბოდოგლიმტი თუ ბუდოგლიმტი. გოლები ვნახე მე და აი ზუსტად როგორც თამაშობდნენ ისე ითამაშა. მე ძალიან ვქომაგობ იმას, რომ ფინალამდე გავიდნენ. მე ვქომაგობ პეტიციას თუ შეადგენს ვინმე რომ ფინალი გადაიტანონ ბუდაპეშტიდან ბოდოში, მე მოუწერ ხელს ყველაფერი. ყველანაირად ხალხს დამუჭერ. მაგრამ ერთ პრობლემაა. მეოთხედ ფინალში ცოტა შარშია ბუდოგლიმტი. ამინდები გამოდის, ცოტა დათმება და ეგეც სიცივე აღარ იქნება. ნუ სინთეტიკა ხო იქნება თავი. სინთეტიკა იქნება. არ ბოდოგლიმტი ძალიან მაგარი გუნდია და ვიცი, შეიძლება ერთ-ერთი პოდკასტი ცალკე რაღაცა ანუ მე ზოგადად ნორვეგიოს სკანდინავიური ფეხბურთი როგორ ვითარდება და რა სისტემა აქვს იქ ბავშვების გაზრდის და ის რომ ბოდოგლიმტი არის გუნდი რომელიც შეთამაშებაზე ორიენტირებული თითქმის არ აკეთებენ ტრანსფერებს და რაღაც ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანუ თვალდახუჭული ხედავდნენ. ანუ გუშინი თამაში არ მინახავს, მაგრამ წინა თამაშები ყველა მაქვს ნანახი და აი არის ეპიზოდები რომელიც გავსიც მე არ მინახავს, როცა ფეხბურთელი ხელს წერს რომ პასი გამიკეთო და ამ დროს პასი უკვე გაკეთებული, ანუ იმდენად ყველა მიცის სად როდის რა უნდა გააკეთოს. და კიდე ერთ სახში თითქმის დაუმარცხებელია რა. ინტერი რო გააგდო, მაგ თამაშს მე არ ყოფილო, მაგ თამაშს მე აქ არ ყოფილო, უყურებოდი და ერთ სტატისტიკა გამოხრჩა. ყველაზე მეც დარბიან. 8 კილომეტრით მეტი ირბი. ერთი კაცით მეტი ყავს მაგას. ანუ ერთი კაცი დარბი, ერთი კაცით მეტი არიან. საშუალოდ, ანუ საყრდენები დარბიან 10 კილომეტრს და 8 კილომეტრს დაახლოებით დარბის, აუ ნორმალ მოთამაშე რა და მაგიტო იყო რომ ვერსად უპირატესობა. გუშინ ერთი იყო სტატისტიკა ვნახე გუშინ ამ მეორე ტაიმის მე მგონი ახალი დაწყებული იყო 6 კილომეტრით მეტი ქონდა უკვე გარბენლის სპორტინგზე. გიჟებული დარბიან რა სადღაც ცოტა ან დაიშვენეთ რაღაცა ქენით კაცო. და დაგვრჩა ეს არსენალი. ეგ არა. და კიდე ერთი დაგვრჩა წესთა რა? არსენალის თამაშიც არ მინახავს. არსენალის თამაში ვერ უყურე და არსენალზე ერთ კომენტარს გავაკეთე რომ სიმულაცია სამარცხვენა საქციელია ფეხბურთში და არ ვიცი საჯები რას უყურებდნენ. არის ეპოქა. არ იყო ეს პენალტი რა. ჩემი აზრით არ იყო ყოველ შემთხვევაში პენალტი. არც ჩემი აზრით არ იყო და კომენტარები რასაც ვკითხულობდი უფრენია არსენალს. აუხაზავს კომბინაციაზე და ასე შემდეგ. ლევერკუზენმა თავისი იარაღით რო გამოგება და კინა გამროქნა. არსენალზე ეს ამ გადაცემის თემა არ არის, მაგრამ აი წინა გადაცემაზეც ვისაუბრეთ არსენალზე კომენტარებში მიმალანძღეს და მიგვალანძღეს ერთ რაღაცას ვიტყვი რა, მე მაგ შეგვიძლია მომდენო პოდკასტზე უფრო დაუთმოთ დრო, როცა აკვეს. სავარაუდო არსენალის გავა ახლა სახში. ხო, არა, გავა, უბრალოდ ერთ რაღაცას ვიტყვი რა, წინა გადაცემიდან, რა ვინც ლანძღავდა არსენალის ფანი იყო აშკარად. იმას გავცემ პასუხს, რომ მე მაგ ფეხბურთში ესეთი აზრი რა, როგორც კი იცვლები და როგორც კი იცვლი შენს დნმ-ს და შენს ხელწერას და შენს სტილს არც ერთი გუნდი არ მახსენდება, რომ მაგის წარმატებას მიაღწია რა. ანუ ბარსელონა თუ არ თამაშობს თავის ტიკიტაკას, ნუ რაღაც დოზით მაინც ვერ გადის, თუ იტალიური გუნდი არ ზის დაცვაში ვერ გავა, თუ მანჩესტერი არ თამაშობს, აი ფერგისის რაც იყო ჩაწოდებები და ფლანგი და
შეტევები და ისინი არ გამოუვა ხო რა ბაიერნი თუ არ თამაშობს რაღაც მანქანის ნაირ ფეხბურთს ვერ მოიგებს გაიხსენეთ ყოველთვის ჩელსი ძალიან აი ჩელსია კაი მაგალითი ყოველთვის იყო კონკურენტუნარიანი გუნდი მაგრამ მოიგო ყველა ჩემპიონთა ლიგა ისე როგორც არის მაგათი დნმ დაცვით თამაშით მან მარტო ის არ არის რომ დაცვა იგებს ჩემპიონატს რა პრესინგიც იგებს და პოზიციურ შეტევას იგებს და კარგი გადასვლას იგებს შეტევაში უბრალოდ არსენალი აი იმდენად არათავისებურ ფეხბურთს თამაშობს იმდენად შეცვლილია რომ მაგიტო უფრო არ მჯერა რა თუ მოიგებს თუნდაც პრემიერ ლიგას ძალიან გამიხარდება იმიტომ რომ ბევრი არსენალის ფანი მყავს მაგრამ აი მაგიტო მგონია რომ იმდენად ანუ არსენალი ახლა ვინგერის არსენალი გვახსოვს მე ჩენს და მაყურებლების უმრავლესობა შედარება არ ახლა ის რო დახვეწილი და ხო ის იყო აი ეგეთი ფრინავი გუნდი იყო რა და ფრინავიდან რო გადადიხარ აი ესეც რავი სვარკაზე აუ შედეგის გამო როცა გადადიხარ მაგრამ შედეგი არ დგება რა ეგ თემა მე ჩავშალოთ მე კიდე თავიდან მოვყვები როცა ხო მეც მაქვს მე რაღაცებს რა თქმა უნდა მაგრამ ნუ დიდი ხანს ჯობია ის იკა რომელიმე თამაში ხო არ გამოხუშა მაშინ ატალანტა ბაიერნი ვთქვით იქით ყველა ვთქვით აქეთ არსენალი ვთქვით ყველა გავიარეთ კი უშინ კიდე რა იყო არის სენ-ჟერმენი ის ვთქვით ხო ეგ არის ტუდორიც გავუანცეთ ხო და ტუდორზე თუ შეიძლება გეხვეწებით გემუდარებით კომენტარებში დაწერეთ რაღაცა რატოა ტუდორი დებილი ვინც ყველაზე კარგად აკენწლის ტუდორს აუ ერთ ტელეგრამ პეიჯზე წერა რომ აი უფრო ცუდი ვარიანტი ვარ მახსენდებაო ვიდრე ტუდორი შეიძლება დაენიშნათო და რაღაც რუსეთში რაღაც წვრთნელი მოიყვანა ისიც რომ დაენიშნათო მამალს გავსო და იდგებოდა და ხანებსო ემბლემა ეგონებოდა ხარს დაუჭერდნენ ესო იმასაც არ გავს ოღონდ დავიცა ტუდორზე თუ შეიძლება კომენტარი დაგვიწერეთ რა კენწვლითი სახის კომენტარი ანუ მე არ მიყვარს საერთოდ წვრთნელის აი რაღაც გაწირვა და რაღაც არ მიყვარს მაგრამ ტუდორი რაღაც შანსი ყველას უნდა მიცე მაგრამ ნუ აი ეს უკვე მართლა ამას 4 თამაშიც არ უნდა მიეცათ ამისთვის ისეთებს აკეთებდა ანუ რომელიც რაღაც კროიფი და გვარდიოლა და ის ყავს რაღაც იდეებს და სქემებს რო იგონებს რაღაც თამაშებში რა არის ერთი ინტენსიური ფეხბურთი იცის ეგეც იურიჩისგან გადმოიღო ისე იურიჩი ხო არა ტოტენჰემის თვალთ კაი რა მნიშვნელობა აქვს მაგას შემდეგ გადაცემაში ეხლა მადლობას დღეს ხო მადლობების დღე გვაქვს თქვენ მადლობა რომ გვიყურეთ მადლობა სახელოსნოს მადლობა ლუის მადლობა რეზი შენ და იკა შენ და მადლობა გრიზლი რომ აქ ხარ და თუ კიდე ერთხელ უნდა გთხოვოთ რომ ეხლა დაალაიქოთ ეს ვიდეო subscribe-ს დააჭიროთ აუცილებლად რაღაცა გამომწერებს ცოტა გავიჭედეთ და გაჩერდა ეს ზრდა და რაც უფრო მეტი ადამიანი მოგვისმენს უფრო გაგვიხარდება ეს იყო და ეს შევხვდებით ჯერ ვლოგით და მე უკვე როცა დასრულდება მერვე ფინალები პოდკასტით კი ბატონო რამდენი საქმეა მე რა გამოიწერეთ არხი რა აბდის